დღეს გაგაცნობთ პიოტრ იანს, სწორედ იმ მებრძოლს, რომელზე გამარჯვების შემთხვევაში მერაბ დვალიშვილი მოხსნის UFC-ს ყველა დროის რეკორდს. წარმოიდგინეთ, ერთ წელიწადში ის 4 სატიტულო ბრძოლას მოიგებს. როგორც იძახის რუსი, ის ამჯერად ძალიან ბირთვულ ფორმაშია და მარტო თუ დაკმაყოფილდება გამარჯვებით და მართლაც მერაბ დვალიშვილთან მარცხის მერე მან 3 ზედიზედ ბრძოლა მოიგო. ხო და დღეს ნახოთ იანის ყველა ბრძოლა, გავიგოთ როგორ გახდა ის UFC-ს ჩემპიონი და რაც თავარი არის დეტალურად განვიხილოთ მერაბ დვალიშვილის და იანის წინა ბრძოლა. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს მძიმე წონის ბედი წყდება UFC-ში, ერთმანეთს დაეჯახებინან ორი მონსტრი, სირილ განი და ტომ ასპინალი. ორივე ამ მებრძოლზე მაქვს დოკუმენტური ფილმი გაკეთებული, შეგიძლიათ ნახოთ, ლინკებს აღწერაში დაგიტოვებთ და დაწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ამ ბრძოლაზე. მე კიდევ ვიწყებთ, გაიცანით მერაბ დვალიშვილის შემდეგი გაჩერება პიოტრ იანი. პიოტრ იანი დაიბადა 1993 წლის 11 თებერვალს კრასნოიარსკის მხარეს პატარა სოფელში. პაპამისი იყო ჩინელი, ამიტომაც მებრძოლს ასეთი განსხვავებული გვარი აქვს. ბებიამისი კი, ანუ მამამისის დედა, არის ნახევრად რუსი და ნახევრად ქართველი. იანი მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა, ის იყო რიგით მე-6 ბავშვი 8 დედმამიშვილიდან. პიოტრი ბავშვობიდანვე იყო აქტიურად ჩართული სპორტში, თამაშობდა ფეხბურთს და ვარჯიშობდა ტაიკვანდოზე. 14 წლის ასაკში იანი კრივით დაინტერესდა და გადავიდა საცხოვრებლად ომსკში. მან ამ ქალაქში დაამთავრა სკოლა და ჩააბარა სასწავლებელში. სწავლის პერიოდში ახალგაზრდა სპორტსმენი არ ივიწყებდა კრივს და პარალელურად მუშაობდა ფიზიკურ სხვადასხვა სამსახურებში. კრივში იანი სპორტის ოსტატის ნორმატივი შეასრულა და გახდა ომსკის ჩემპიონი, თუმცა ერთხელ მას შესთავაზეს მონაწილეობა MMA-ში. გამარჯვების შემთხვევაში პიოტრი $250 მიიღებდა, მაგ დროს ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ეს სოლიდური ჰონორარი იყო, ამიტომ ის უყოყმანოდ დათანხმდა. яნის პირველი მეტოქე 2013 წელს გახდა მურად ბაკიევი, აზიის ჩემპიონი საბრძოლო სამბოში. პიოტრისთვის ეს მძიმე შეხვედრა იყო, რადგან ბაკიევი 2 რაუნდის განმავლობაში პარტერში დომინირებდა. თუმცა მესამე რაუნდში იანის კუთხიდან გაისმა მწვრთნელის მითითება, რომელიც სპორტსმენმა იმ წამსვე შეასრულა და გაუშვა თავისი მეტოქე უსაშინლეს ნოკაუტში. Прямо правый сбоку попробуй. 2014 წლის თებერვალში იანი იღებს მონაწილეობას პროფესიონალურ სამბოს ტურნირში, სადაც ხვდება არტურ მირზახანიანს. ნახევარ რაუნდში პიოტრმა მოასწრო მეტოქის დანოკდაუნება, პარტერში დომინირება და ბოლოს მან სომეხი მიწაზე ჩაქოლა. 2015 წლის 28 თებერვალს იანი აფორმებს კონტრაქტს ACB-ს პრომოუშენთან და ეგრევე იღებს მონაწილეობას გრან-პრიში. რუსის პირველი ოპონენტი გახდა ბრაზილიელი რენატო ველამე, რომლის რეკორდი იყო 19 გამარჯვება და 7 მარცხი. 3 რაუნდის განმავლობაში პიოტრი დომინირებდა დგომში. ის იყო უკონკურენტო, კარგად იცავდა თავს თეიქდაუნებისგან და ეჭირა ბრძოლის მაღალი ტემპი. ერთადერთი რაც ბრაზილიელმა მოახერხა, ეს იყო ბრძოლის ბოლო წამებზე მახრჩობელა, რომელიც იანმა უპრობლემოდ გადაიტანა და მოიპოვა რიგით მესამე ზედიზედ გამარჯვება. Бам, апперкотом хоть, собственно, отражает качество материала. Ох ты! На ножки скрещены. Ну, почти долез. Слава богу, Ян, молодец. სამთოში გრან-პრის ნახევარფინალში იანი შეხვდა ჰარონ არზუმიევს, რომელიც იყო თავისუფალი ჭიდაობის სპორტის ოსტატი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსმა ის 47 წამში დააძინა მახრჩობელი. Петр Ян как раз счастлив, Tiger Club. გრან-პრის ფინალში იანს მურად კალამოვი დაუპირისპირდა. ეს იყო ძალიან დინამიური შეხვედრა, სადაც პიოტრი დგომში აშკარად აღემატებოდა თავის მეტოქეს. კარგად მუშაობდა ფეხებით და ცვლაში უკონკურენტო იყო. კალამოვი შველას მიწაზე ეძებდა, მაგრამ იანი მარტივად დგებოდა და როგორც შედეგი მან ეს შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და გახდა ამ პრომოუშენში გრან-პრის გამარჯვებული. Попадает справа, не рассчитал дистанцию и сам пропускает. Меняет угол стойку. Сейчас Динай становится и завис на паузах. Завис не будут потерпеть, конечно, Каламов. И перевис. Была, конечно, часть здесь, насколько я понимаю, рассечение будет меньше, естественно. Сам пропускает.
ამ გამარჯვების შემდეგ იანი ACB-ის ორგანიზაციაში მართავს შეხვედრას ვაკანტურ ტიტულზე 61 კილოგრამში მაგამედ მაგამედოვთან. დაღესტნელი მაგ დროს იყო დაუმარცხებელი და მოდიოდა ზედიზედ 11 გამარჯვებით. ეს იყო 5 რაუნდიანი ნამდვილი ომი გასისხლამდე. მებრძოლებს ერთი წამითაც არ გაუჩერებიათ გიჟური ტემპი. ჩხუბი იყო ძალიან სანახაობრივი როგორც დგომში, ასევე მიწაზე. პირადად მე ამ ბრძოლის ყურებისას უფრო იანი მომეწონა, რომელმაც მესამე რაუნდში მართლა რამის გადაუარა დაღესტნელს, მაგრამ მიიღო გაფრთხილება თავის სახეში დარტყმის გამო. საერთო ჯამში ეს მართლა თანაბარი და ძალიან აქტიური ჩხუბი იყო, რომელსაც საჯებმა ფრე დაუწერეს, მაგრამ იანმა მეხუთე რაუნდის მიწურულს კიდევ იმუშავა თავით არალეგალურად და ორი გაფრთხილებამ საერთო გადაწყვეტილებაზე იმოქმედა, რის შედეგადაც მაგამედოვი გახდა ამ ორგანიზაციის ჩემპიონი. მარცხის მერე იანი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც მზადება გაიარა თვით ჟოზე ალდოსთან. მაშინ პიოტორი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მომავალში სწორედ რომ ალდოსთან ბრძოლის შედეგად ის გახდება UFC-ის ჩემპიონი. ალდოსთან მზადების შემდეგ იანი დაუბრუნდა ACB-ის ორგანიზაციას და 2016 წლის 15 ივნისს ქალაქ სოჭაში შეხვდა ბრიტანელ ედ არტურს, რომლის პროფესიონალური რეკორდი იყო 7 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი. მართალია ამ შეხვედრაში იანმა პირველივე რაუნდში ხელი დაიზიანა, თუმცა მაინც იჩხუბა სამივე რაუნდი. პიოტორი დომინირებდა და მთელი შეხვედრა უკეთესი იყო ყველა სართულზე და როგორც შედეგი, მან ეს ორთა ბრძოლა მოიგო ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. Ну, немного, конечно, он в третьем раунде снизился, но в целом он объем дается бой Петра Яна. Бой согласен, я думаю. 2017 წლის 15 აპრილს იანი მეორეჯერ ხვდება სარევანშო ბრძოლით მაგამედ მაგამედოვს, რომელთანაც გაფრთხილებების გამო წინა სატიტულო შეხვედრა წააგო. ეს შერკინება ჩატარდა მოსკოვში. ტრიბუნები იყო გადატენილი მაყურებლებით, სპეციალურად ამ სატიტულო შეხვედრისთვის ორგანიზაციამ სამსაჯოდ ჯონ მაკარტნი მოიწვია. ამ ბრძოლაში ჩანდა, რომ რუსი ბევრად ფრთხილი იყო და 5 რაუნდის განმავლობაში არც ერთი გაფრთხილება არ მიუღია. ეს შეხვედრაც დინამიური იყო როგორც წინა, თუმცა იანი მაინც შედარებით უკეთესი იყო, ის ასრულებდა ლამაზ გდებებს, ეფექტურად იბრძოდა კლინჩით და ცვლაში. როგორც შედეგი, პეტორმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო ეს ბრძოლა და გახდა ACB-ის ჩემპიონი. Петр Ян одерживает. იანს კონტრაქტის მიხედვით ACB-ში კიდევ ერთი ბრძოლა ჰქონდა ჩასატარებელი, ამიტომ 2017 წლის 30 სექტემბერს ის ტიტულის დაცვით შეხვდა ბრაზილიელ სპორტსმენს მატეუშ მატოს, რომელიც იმ მომენტისათვის იყო დაუმარცხებელი და პროფესიონალებში მოდიოდა ზედიზედ 11 გამარჯვებით. ამ სატიტულო შეხვედრის პირველი რაუნდი თავიდან იყო დაზვერვითი. იანმა პრესინგი მეორე ნახევრიდან დაიწყო, როდესაც მიხვდა, რომ მისი კრივი უკეთესი იყო. მეორე რაუნდში კი პიოტორი უკონკურენტო იყო. მან თავისი მეტოკე ნოკდაუნშიც გაუშვა და მარცხენა თვალით საშინლად გაუსია. თუმცა ექიმებმა ბრაზილიას მისცეს ბრძოლის გაგრძელების უფლება და აი მესამე რაუნდში იანმა ბადესთან მოიმწყდია ბრაზილიელი და ბრუტალურად დააფინიშა, რითიც წარმატებულად დაიცვა თავისი ტიტული.
ACB-ში ტიტულის დაცვის შემდეგ იანის მენეჯერებმა დაიწყეს მოლაპარაკება UFC-სთან და ყველაფერი მოგვარდა კიდევაც, თუმცა მუხზე ჯვარედინი მყესის დაზიანების გამო პეტორმა ოპერაცია გაიკეთა. ამიტომ მისი დებიუტი UFC-ში 1 წლით გადაიდო. როგორც იქნა 2018 წლის ზაფხულში იანი UFC-ში დაუპირისპირდა იაპონელ მებრძოლს ტერუტო იშიხარას. დებიუტის მიუხედავად რუსი ფავორიტი იყო და ეს სტატუსი მან გაამართლა. პეტორმა 3 წუთნახევარში თავისი პირველი ოპონენტი UFC-ში გაანადგურა და მოიპოვა გამარჯვება ნოკაუტით. ამ ბრძოლიდან ორ თვეში UFC ტურნირს მოსკოვში მართავს, ამიტომ მიანმა გამოთქვა ბრძოლის სურვილი სამშობლოში, სადაც უნდა შეხვედროდა დუგლას ანდრადეს. თუმცა ბრაზილიელი ჩაეხსნა ბრძოლას ტრავმის გამო და მის სანაცვლოდ რუსს დაუპირისპირდა კორეელი სპორტსმენი ჯინსუსონი. ამ შეხვედრის პირველი რაუნდი იყო შედარებით თანაბარი და აი მეორე რაუნდიდან იანმა დაიწყო კორეელის დალეწვა. მართალია ჯინსუსონი მთელი შეხვედრა უღიმოდა რუსს, თითქოს ის ვერ გრძნობდა მის დარტყმებს და ზოგჯერ კონჩიც აქტიურობდა, მაგრამ იანი ბევრად დამაზიანებლად მუშაობდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. შეხვედრის მერე სანახაობრივი ბრძოლისთვის ორივე სპორტსმენმა მიიღო ბონუსი ორგანიზაციისგან. He's rocked, but then he comes back, he works the takedown, Peter Yan, but then after that, Yan's... No mercy! Introducing first, fighting out of the blue corner. შემდეგი შეხვედრა იანმა დეკემბერში გამართა დუგლას ანდრადეს წინააღმდეგ, რომელიც რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებდა. რუსმა ორ რაუნდში ისეთ ეცემა თავისი მეტოქე, რომ ის ვეღარ გამოვიდა ფიზიკურად ბრძოლის მესამე მონაკვეთში და იანმა მოიპოვა თავისი რიგით მესამე გამარჯვება UFC-ის ორგანიზაციაში. Stay up right there. Beautiful kick to the body by Andrade. Beautiful time, finishes on top. There goes again. This in every aspect. Yeah, nice knee to the body. This is good grappling fundamentals. Perfect defense there by Yan the way he stepped. He just hit him with a knee to the face there. That was an illegal knee. Here and survive and advance to a third round. Looked spent, and they just made a decision. They said, No mercy. 11 wins, 1 loss. He's down. 2019 წლის 23 თებერვალს იანი შეხვდა ჯონ დოტსონს. დოტსონი ცნობილი იყო როგორც მებრძოლი, რომელმაც Ultimate Fighter-ის ფინალში ნოკაუტით მოუგო შეხვედრა TJ Dillashaw-ს და ორჯერ სატიტულო ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით შეხვედრა დაუთმო ლეგენდარულ დემეტრიუს ჯონსონს. მართალია ჯონის კარიერა დემეტრიუსის მერე ცოტა აირია, მაგრამ ის მაინც საშიში ოპონენტი იყო, რომელიც არასდროს დამარცხებულა ფინიშით. ამ შეხვედრაში რუსი ტრადიციულად აკონტროლებდა ტემპს, დისტანციას და მრავალფეროვნად უტევდა მეტოქეს. მართალია მეორე რაუნდში დოტსონმა იანი პირველად თავის კარიერაში მსუბუქ ნოკდაუნში გაუშვა. ამის მიუხედავად რუსი მაინც უკეთესი იყო ბრძოლის ყველა ასპექტში და მოიპოვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება, თავისი მე-4 გამარჯვება UFC-ში. იანის შემდეგი ოპონენტი იყო ჯიმ რივერა. ამ შეხვედრის პირველ მონაკვეთში სანამ რუსმა თავისი ტემპი მოძებნა, რივერა ნელ-ნელა ქულებს აგროვებდა, თუმცა რაუნდის ბოლოს პეტორმა მეტოქე ნოკდაუნში გაუშვა. მეორე რაუნდში ყველაფერი განმეორდა. იანმა კიდევ ერთხელ გაუშვა თავისი მეტოქე ნოკდაუნში. that's where he got tagged before. And he can't move backwards. Oh, he ended up. Get Jimmy against Sadiaka, feint the left hand, throw the head to the Russian. პეტორმა ეს შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და რუსულ სტილში შტვენით მიესალმა ჩიკაგოელ გულშემატკივრებს. One more time the shot that knocked his mouthpiece out. No mercy. Hello, Chicago.
მაგ მომენტისათვის დივიზიონის ჩემპიონი იყო ჰენრი სეხუდო. იანიკი რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებდა და აპირებდა ალჟიმენ სტერლინგთან საპრეტენდენტო ბრძოლას, თუმცა დაიზიანა ხელი. კურნალობის შემდეგ რუსი მზად იყო შეხვედრილიყო ალჟოს, მაგრამ ამჯერად სტერლინგი გახდა საოპერაციო. ამიტომ იანმა თავამად განაცხადა, რომ ის არის მთავარი პრეტენდენტი და გამოიწვია მორაესი. მაგრამ უარი მიიღო და ორგანიზაციამ პიოტრს შეახვედრა ლეგენდარული იურაი ფეიბერი. მართალია ფეიბერმა იანთან ბრძოლით დაასრულა თავისი კარიერა, თუმცა ის მაინც საშიშ მეტოქეთ ითვლებოდა, რომელმაც წლების წინ ამ სპორტის ხომაგებს გააცნო ზოგადად ეს დივიზიონი. ამ შეხვედრის პირველი რაუნდი უფრო დაზვერვითი და თანაბარი იყო, თუმცა იანი მცირედით მაინც უკეთესი იყო. მართალია ფეიბერმა მეორე რაუნდი კარგი აქტივობით დაიწყო და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა მის სასარგებლოდ, მაგრამ მესამე წუთიდან იანმა მას გაუღიმა, გაუშვა ნოკდაუნში და რაუნდის ბოლომდე დომინირებდა. ამ ბრძოლის მონაკვეთში პიოტრმა ისე ცემა თავისი მეტოქე, რომ შუა ჩხუბში მსაჯმა გააჩერა შეხვედრა, იურაის სისხლი რომ მოეწმინდა. მას ისე სერიოზულად ჰქონდა დაზიანებული თვალი, რომ ექიმებს ჩვეულებრივად შეეძლოთ დაესრულებინათ ეს ბრძოლა, მაგრამ ვეტერანი მაინც შევიდა ოქტაგონში. და იმ მესამე რაუნდის დაწყებიდან მე-40 წამზე იანი კლინჩიდან გამოსვლის დროს ფეხით უსაშინლესად ანოკაუტებს ამ სპორტის ლეგენდას, იფორმებს ბონუს და მე-6 ზედზედ გამარჯვებას. ამ ბრძოლის შემდეგ იანმა მოქმედი ჩემპიონი სეხუდო გამოიწვია და მოასწრო კამათი კულისებში კოდი გარბრანთან, რომელიც იყო ფეიბერის მეგობარი. თუმცა დაცვამ დროულად გააშველა ისინი. რის მერეც კოდიმ გამოიწვია იანი და თქვა, რომ იმის მერე რაც ის სასუნსაოს დაამარცხებს, იანსაც მოულის თან თავისივე ქვეყანაში ტურნირზე. 2020 წელს იანი დივიზიონის მესამე ადგილს იკავებდა და აპირებდა ბრძოლას ყაზახეთში პირველად გამართულ ღონისძიებაზე, მაგრამ პანდემიამ მას ხელი შეუშალა. რუსი რამოდენიმე თვით ტაილანდში გაიჭედა, რა დროსაც ორგანიზაციისგან მიიღო ტიტულო ბრძოლის შემოთავაზება. მაგ დროს ჰენრი სეხუდომ ოფიციალურად დატოვა ტიტული ვაკანტურად და დაასრულა კარიერა. მართალია ის რამოდენიმე წლის მერე დაუბრუნდება აქტიურ სპორტს, მაგრამ იმ დროს მან ჩათვალა საჭიროდ დაესვენა. და სწორედ ამ ვაკანტურ ტიტულზე ერთმანეთს შეახვედრეს პიოტრ იანი და ამ სპორტის უდიდესი ლეგენდა ჟოზე ალდო. ბრაზილიელის წარდგენა ამ სპორტის ხომაგებისთვის ფიქრობ ზედმეტია. ალდო ნამდვილი გოუთია, რომელსაც კარიერაში 18 გამარჯვებიანი ვინსტრიკი ჰქონდა პროფესიონალებში და 10 წლის განმავლობაში უკონკურენტო იყო. სანამ მაგრეგორს შეხვდებოდა. რის მერეც კიდევ ორჯერ ჰოლუეითან დამარცხდა, ასევე გადაწყვეტილებით ვოლკანოვსკისთან, 66 კილოგრამიდან ჩამოვიდა 61-ში, კიდევ ერთი ბრძოლა გაყოფილი გადაწყვეტილებით მორაესთან წააგო და შეხვდა ვაკანტურ ტიტულზე პიოტრ იანს. კი, ბევრი იტყვის 2 ზედზედ მარცხის მერე ალდო არ იმსახურებდა სატიტულო შეხვედრას, მაგრამ მან ბევრი გააკეთა MMA-ის განვითარებისთვის და ამიტომ UFC მას ასეთი ფორმით გადაუხადა მადლობა და მისცა კიდევ ერთი შანსი. ამ შეხვედრის პირველი რაუნდი შეიძლება ითქვას თანაბარი იყო. იანის მცირე უპირატესობით, მაგრამ ბრაზილიელი ვეტერანიც აქტიური იყო და ძალიან დამაზიანებლად მუშაობდა ფეხებით. თუმცა რაუნდის ბოლოს რუსმა თავის პარტერში თავდასხმით ეს ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდი იყო თანაბარი, იანი უკეთესი იყო კრივში, ალდო კი კარგად მუშაობდა ფეხებით. მესამე რაუნდიც იყო თანაბარი, მებრძოლებმა 5 წუთი სასტიკად იჩეხავეს, სადაც ორივეს ჰქონდა კარგი მომენტები. მეოთხე რაუნდში ყველაფერი შეიცვალა. ჩანდა რომ ამ ბრძოლის მონაკვეთში ბრაზილიელი ვეტერანი დაიღალა და შენელდა. იანმა იგრძნო ეს და შეუტია მას თავისი კრივით. რაუნდის ბოლოსკენ რუსმა ალდოს წაქცევაც შეძლო და პარტერში აქტივობა. საერთო ჯამში იანმა ეს ბრძოლის მონაკვეთი დიდი უპირატესობით თავის სასარგებლოდ დაასრულა. 262 out of Aldo and Jan tonight to give you a
მეხუთე რაუნდში იანმა ბრუტალური თავდასხმით წააქცია ალდო და თითქმის რაუნდის ბოლომდე მას მიწაზე სასტიკად აჩაქუჩებდა. ბრაზილიელმა იმდენი სისხლი დაღვარა, რომ ბრძოლის მერე ალბათ დონორი დაჭირდებოდა. მძიმე საყურებელი იყო ამ ლეგენდის ასე ბრუტალურად განადგურების ყურება. ალბათ საჩთავის დროზე უნდა გაეჩერებინა შეხვედრა, მაგრამ მან აცადა რუს ბოლომდე განადგურება და აი ასე ტექნიკური ნოკაუტით პიოტრ იანი გახდა UFC-ის ჩემპიონი. That was just an amazing performance. And one leg isolated. The referee said fight back, fight back, fight back. Undisputed mercy. დაი 2021 წლის 7 მარტს იანი თავისი ტიტულის დაცვით ხვდება ალჟმენ სტერლინგს, რომელიც UFC-ში მოდიოდა 5 ზედიზედ გამარჯვებით. My commands, would you like to touch gloves? Good luck. Ready? Fights on. ბრძოლის პირველი რაუნდი სტერლინგმა ძალიან დინამიურად დაიწყო. თავიდან ის თითქოს უკეთესი იყო, აგრესიულად შედიოდა ცვლაში და გდებებსაც ასრულებდა. მაგრამ ასეთ ტემპად დაღალა ალჟო და საქმეში იანი ჩაერთო თავისი გდებებით და ნოკდაუნით. საერთო ჯამში რუსმა ეს ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდი მებრძოლებმა დგომში დაიწყეს, რა დროსაც სტერლინგის შემთხვევით წაიქცა, მაგრამ იანი მას პარტერში არ ჩაყვა და ბრძოლა კლინჩი გაგრძელდა, სადაც უფრო ალჟო აქტიურობდა. მუდამ ცდილობდა გდების შესრულებას, თუმცა რუსი კარგად იცავდა თავს ტეიქდაუნებისგან. ეს იყო თითქოს აქტიური თანაბარი რაუნდი, თუმცა ბოლო წამებზე იანის მუშაობამ თავისი საქმე ქნა. თუ წინა ორი რაუნდი იყო შედარებით თანაბარი, ამ ბრძოლის მონაკვეთში უკვე იანი ჯობნიდა თავის ოპონენტს. სტერლინგი გამოიყურებოდა დაღლილი. იანმა ის რამოდენიმეჯერ მიწაზე გადაიყვანა, სადაც ალჟო ცდილობდა დროის მოგებას და დასვენებას, თუმცა მსაჯი ბრძოლას აბრუნებდა დგომში. სწორედ ამ ბრძოლის მონაკვეთში ვნახეთ პირველად როგორ დგავდა სტერლინგი მუხს მიწაზე. დასვენების მიზნით. თან იცოდა, რომ ამ მდგომარეობაში ფეხის დარტყმა სახეში აკრძალული იყო. This was so rock solid defense. I mean, fucking minutes. Don't get lazy though. You gotta hit and go. Hit well, you can watch sports. მეოთხე რაუნდი იანმა გდებით დაიწყო, მაგრამ არ ჩაყვა მეტოქეს მიწაზე და ბრძოლა დგომში წარიმართა, სადაც რუსი ბევრად ეფექტურად და დამაზიანებლად მუშაობდა. რაუნდის ბოლოს ალჟომ კიდევ დადგა მუხლი მიწაზე და აი აქ იანის შეცდა. მან სტერლინგს აკრძალული მუხლით დარტყმა გაუტარა, რის გამოც გამარჯვება ალჟოს მისცეს და აი ასე პატარა შეცდომის გამო პიოტრმა დაკარგა თავისი ქამარი. If that's illegal, stay here with me. It looks like we're looking at a disqualification. Yep. Aljamain's going to be upset, but he's going to get the belt wrapped around his belt back. Aljamain Buckmaster Sterling. რა თქმა უნდა, ასეთი ბრძოლის მერე სპორტსმენებს წინ რევანში ელოდათ. პრომოუშენი ამ შეხვედრას აორგანიზებდა UFC 267-ზე აბუ-დაბიში, მაგრამ შეხვედრის გამოცხადებიდან ერთ თვეში სტერლინგი ბრძოლას ეხსნება ტრავმის გამო. იანი არ აპირებდა ალჟოს ლოდინს და ამიტომ UFC-მ დროებითი ტიტული გაათამაშა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირეს პიოტრ იანი და კორი სენტჰეგენი. დივიზიონის პირველი და მესამე ნომრები ერთმანეთს 2021 წლის 30 ოქტომბერს შეხვდნენ UFC 267-ზე, სადაც კონზე იდო დროებით ჩემპიონის ტიტული. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო 5 რაუნდიანი შეხვედრა, რომელიც სპორტსმენებმა ბოლომდე მიიყვანეს. პირველ რაუნდში სენტჰეგენი მართლა უკეთესი იყო დგომში, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ინიციატივა ნელ-ნელა იანის მხარეს გადმოდიოდა. მან მეოთხე რაუნდში ქვიშის კაცის დანოკდაუნებაც კი შეძლო. მეხუთეში კი ისე აქტიურობდა, რომ კორი ჭიდაობაზეც კი გადაერთო. საერთო ჯამში იანმა 5-დან 4 რაუნდი მოიგო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მეორეჯერ მოიხვია წელზე ქამარი. Something because stepping right elbow was very nice. Stepped in something was does that mean he's winning? And move on. Many times when they couldn't move on. Close fight right there. Beautiful spinning attack right.
ამასობაში ალჟიმენ სტერლინგიც მოფერიანდა და რა თქმა უნდა ორგანიზაციამ ერთმანეთს შეახვედრა დროებითი და მოქმედი ტიტულის მქონე სპორტსმენები UFC 273-ზე. მებრძოლებს შორის ურთიერთობა მაგ დროს ძალიან დაძაბული იყო. წინა ბრძოლიდან გამომდინარე ამ შეხვედრაში ფავორიტად თითულებოდა პიოტრ იანი, თუმცა სტერლინგი დროს ტყუილად არ ხარჯავდა და ამ შერკინებისთვის ის იყო კარგად მომზადებული. ამ ბრძოლის პირველი რაუნდი სპორტსმენებმა დაზვერვაში გაატარეს, სადაც განსაკუთრებულად არაფერი მომხდარა. მეორე რაუნდში სტერლინგმა ჩართო თავისი რესლინგი, გადაიყვანა იანი მიწაზე, შეეკრა ფეხებით წელზე და მთელი რაუნდი მიწაზე დომინირებდა. მართალია ალჟომ ვერ გააფორმა საბმიშენი, მაგრამ რაუნდი უკონკურენტოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა. Much different fight than the first one though, guys. He probably do it again. მესამე რაუნდშიც ყველაფერი განმეორდა. ალჟომ ისევ აიყვანა რუსი ზურგიდან და რაუნდის ბოლომდე მას მიწაზე აკონტროლებდა. იანი ამ ხაფანგინა ვერაფრით ვერ გამოძვრა და ეს რაუნდი სტერლინგის სასარგებლოდ დასრულდა. წინა რაუნდერთან შედარებით მეოთხე ბრძოლის მონაკვეთი განსხვავებული იყო. ამ რაუნდში უკვე იანი დგომშიც აქტიურობდა და კარგად იცავდა თავს ტეიქდაუნებისგან. დიდი ალბათობით ალჟოს გამძლეობამ არ მისცა მას საშუალება ისე ეკონტროლებინა რუსი მიწაზე. იანი არა მარტო კარგად იცავდა თავს გდებებისგან, არამედ თვითონ გადაყავდა სტერლინგი მიწაზე და იქ აკონტროლებდა, რის შედეგადაც ეს რაუნდი უკონკურენტოდ მოიგო. ბოლო გადამწყვეტ მეხუთე რაუნდშიც იანი უკეთესი იყო. სტერლინგის ტეიქდაუნები არ მუშაობდა. დგომში პიოტორი ბევრად ეფექტურად მოიყურებოდა და გამოდის რომ ამ შეხვედრის ბედი მსაჯებს უნდა გადაეწყვიტათ. მეორე და მესამე რაუნდი უპირობოდ ალჟოს სასარგებლოდ დასრულდა. მეოთხე და მეხუთე კი იანის. პირველი რაუნდი კი თითქოს თანაბარი იყო და როგორც შედეგი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება მიუსაჯეს სტერლინგს. Я считаю, что я выиграл этот бой. Вы меня обокрали. ამ მარცხის მერე იანს ჭირდებოდა სასწრაფოდ კიდევ ერთი გამარჯვება იმისათვის, რომ მესამეჯერ შეხვედროდა სტერლინგს და ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიათ, ვინ იმსახურებს ჩემპიონის კამარს და სწორედ ამ დროს გამოჩნდა შონ ომელი, რომელიც 4 გამარჯვებით მოდიოდა. მებრძოლებს შორის თავიდანვე დაიძაბა ვითარება, შონი რუს კარტოფილს ეძახდა, ის კი მას პუდელს. ეს შეხვედრა 3 რაუნდს გრძელდებოდა. ბრძოლა მართლა თანაბარი იყო, სადაც სპორტსმენები თამამად შედიოდნენ ცვლაში და სანახაობრივად ჩხუბობდნენ. დგომში თითქოს ომელი მცირედით უკეთესი იყო. იანი კი ხაობასთან ერთად ძალიან კარგად იყენებდა ჭიდაობას და იყო უკეთესი პარტერში. დღემდე ფანატები და ექსპერტები გაყოფილები არიან, ზოგი თulis რომ ეს შეხვედრა იანმა მოიგო, ზოგი კი დარწმუნებულია რომ გამარჯვება ომელის ეკუთვნოდა. მსაჯებიც კი არ იყვნენ ერთ აზრზე და როგორც შედეგი ომელი მოიპოვა გამარჯვება გაყოფილი გადაწყვეტილებით. იანის კარიერაში ეს იყო ყველაზე ცუდი პერიოდი, ორი მარცხის ზედიზედ და თანაბარ ბრძოლაში. საჩემპიონო გზაზე რომ დამდგარიყო პიოტორი, მას სჭირდებოდა მინიმუმ 2 გამარჯვება მაინც და სწორედ მაგ დროს გამოჩნდა მერაბ დვალიშვილი, რომელიც 8 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა და მაინც არ ცდილობდა სატიტულო ბრძოლის მოპოვებას, რადგან მაგ დროს ჩემპიონი იყო მისი ახლო მეგობარი სტერლინგი. და ისეც UFC როგორც ყველამ ვიცით, მაგ დროს არც აჩქარობდა ქართველისთვის საპრეტენდენტო ბრძოლის მიცემას. ამიტომ დვალიშვილი ანდერდოგის სტატუსში იდეალური მეტოქე იყო რუსისთვის სხვა ეტაპზე გადასასვლელად. მებრძოლებმა ურთიერთობა თავიდანვე დაძაბეს. ქართველისთვის ამ ბრძოლაში გამარჯვება პრინციპული იყო. 2023 წლის 12 მარტს დივიზიონის მეორე და მესამე ნომრები ერთმანეთს შეხვდნენ 5 რაუნდიან ბრძოლაში და მოდით დღეს 5-ვე რაუნდი განვიხილოთ დეტალურად. Work with bleeding hands in the pouring rain. No sleep, no rest, just hunger inside. Dreams were his weapon and he never
ამ შეხვედრის პირველი რაუნდი დვალიშვილმა გდებით დაიწყო. იანი მთელი ამ რაუნდის მონაკვეთში, როგორც მთელი ბრძოლის განმავლობაში, ცდილობდა თავისი ტემპის და დისტანციის პოვნას, მაგრამ ქართველის პრესინგმა, ტეიქდაუნების მცდელობამ, გდებებმა და კლინჩმა არ მისცა რუს საშუალება თავი გამოევლინა. დვალიშვილი დგომშიც კი უკეთესი იყო და როგორც შედეგი ეს რაუნდი დიდი უპირატესობით თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდში ყველაფერი განმეორდა. დარტყმა, ტეიქდაუნის მცდელობა, გდება, პრესინგი, მოძრაობა, ჩეხაობა, კლინჩი და ეს ყველაფერი შეუჩერებლად და უსასრულოდ. ქართველი მართლა მანქანასავით იბრძოდა, რომელიც იყო დაპროგრამებული მხოლოდ გამარჯვებისთვის. ქართველმა მესამე რაუნდიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. უსასრულო ტეიქდაუნების მცდელობები, პრესინგი, გდებები აქაც გაგრძელდა. იანი უამრავ ძალას ხარჯავდა ტეიქდაუნებისგან დაცვაში და ვამპირივით მიწებებული დვალიშვილის მოცილებაში. რაუნდის ბოლოს ჩანდა, რომ რუსი დაღლილი იყო, მერავს კი დაღლა ნამდვილად არ ეტყობოდა. რუს 5 რაუნდიანი ბრძოლების დიდი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ დვალიშვილთან ჩანდა, რომ ის დაიქანსა. ქართველმა თავისი უსასრულო პრესინგით და გდებებით ყველა გეგმა ჩაუშალა იანს და მეოთხე რაუნდიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. ბოლო რაუნდში იანი გასიებული მარჯვენა თვალით და ძალიან დაღლილი გავიდა. მას გამარჯვების ერთადერთი შანსი ჰქონდა, რუს მხოლოდ ნოკაუტით უშველიდა. მაგრამ როგორ გინდა დაანოკაუტო ის, ვინც 4 რაუნდის განმავლობაში მოპარული ჟესტივით გათრევდა, გამოგფითა და დაგღალა. შესაბამისად, მეხუთე რაუნდიც ანალოგიურად წარიმართა დვალიშვილის გიჟური დომინაციურ ტემპში. საერთო ჯამში დვალიშვილმა დიდი უპირატესობით ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამ ბრძოლაში ქართველმა 11 გდება შეასრულა, თითქმის 7 წუთი მიწაზე აკონტროლა იანი და დგომში ორჯერ მეტი დარტყმა გაუტარა რუსს. We are only 5 million, but we are strong. სამი მარცხის მერე იანმა ერთწლიანი შესვენება აიღო. იქამდე კი ბევრი რამ მოხდა დივიზიონში. ალჟემეინი დამარცხდა შონომელისთან და დაკარგა ტიტული. რის მერეც ომელიმ დაიცვა ქამარი მარლონ ვერასთან. დვალიშვილმა კი ოლიმპიური ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა და ელოდებოდა სატიტულო შეხვედრას შონ ომელისთან. და ის სწორედ ამ დროს იანის განახლებული ვერსია დაუბრუნდა ოქტაგონს, სადაც მას ელოდა სომნია დონგი. ეს სამრაუნდიანი შეხვედრა იყო. ბრძოლა ძალიან თანაბარი იყო. პირველ რაუნდში იადონგი მცირედით უკეთესი იყო, მეორეში კი რუსი. მესამე ბრძოლის მონაკვეთი კი თანაბარი. როგორც შედეგი, ამდენი ზედიზედ მარცხის მერე პიოტრ იანმა გაიმარჯვა მსაჯების გადაწყვეტილებით. (2024) წლის 23 ნოემბერს იანი შეხვდა დეივისონ ფიგერედოს. ბრაზილიელი ყოფილი UFC-ის ჩემპიონი იყო 57 კილოგრამში, რომელმაც ამ წონაში 4-ჯერ შემოირთხა წელზე საჩემპიონო ქამარი. თუმცა ბრენდონ მორენასთან მარცხის მერე შეიცვალა წონითი კატეგორია, ამოვიდა 71 კილოგრამში, 3 ზედიზედ შეხვედრა მოიგო და შეხვდა პიოტრ იანს 5 რაუნდიან ბრძოლაში. ეს შერკინება იყო აქტიური და დინამიური. პირველი 3 რაუნდი შეიძლება ითქვას თანაბარი იყო იანის მცირე უპირატესობით. საჩემპიონო რაუნდებში კი ჩანდა, რომ ბრაზილიელი შედარებით დაღლილი იყო. იანი კი პირიქით უფრო აქტიურობდა და საერთო ჯამში ეს შეხვედრა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. I wanna do rematch with Merab. Let's get it.
ორი გამარჯვების შემდეგ თავის ძალებში დარწმუნებული იანმა დაიწყო მებრძოლების გამოწვევა დაწყებული დვალიშვილიდან დამთავრებული ნურმაგომედოვით და ომელით, თუმცა ბრძოლაზე მას მხოლოდ მარკუს მაგი დათანხმდა. მაგ მომენტისათვის მარკუსი ახალი გადმოსული იყო UFC-ში, მან 2 წლის განმავლობაში 4 ბრძოლა ჩაატარა და 4-ვეში გაიმარჯვა. სპორტსმენები ერთმანეთს 2025 წლის ზაფხულში შეხვდნენ, ეს იყო 3 რაუნდიანი შეხვედრა ფინიშის გარეშე. მთელი შეხვედრის განმავლობაში მებრძოლები აქტიურად ჩხუბობდნენ, შედიოდნენ სასტიკ სვლაში და ეძებდნენ გამარჯვებას ნოკაუტით. ორივე სპორტსმენს ჰქონდა რამოდენიმე კარგი მომენტი, თუმცა იანი შედარებით უკეთესი იყო და დამაზიანებელი. რუსმა ამ ბრძოლაში მსაჯების სრცულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა გამარჯვება და როგორც ეხლა უკვე ვიცით, მოიპოვა სატიტულო ბრძოლა დვალიშვილთან. სამი მარცხის მერე, როგორც ხედავთ, პიოტր იანმა 3 ზედიზედ ბრძოლა მოიგო და 7 დეკემბერს ის მერაბ დვალიშვილს შეხვდება სატიტულო ბრძოლით. რაც შეეხება მერაბს, თქვენ თვითონაც ნახეთ პირველ ბრძოლაში იანთან, მან ის უშანსოდ დატოვა. თუმცა პიოტր იანი იძახის, რომ მე დაზიანებული ხელით ვეჩხუბებოდიო მერაბსო და ეხლა უფრო მაგარ ბირთვულ ფორმაში ვარო დრო გავიდა, მაგრამ ეს დრო გავიდა მერაბ დვალიშვილისთვისაც, იმიტომ რომ პიოტր იანის მერე მერაბ დვალიშვილმა რამდენი ადამიანი გაანადგურა, გახდა ჩემპიონი, 3-ჯერ დაიცვა ქამარი, ასე რომ პიოტր იანს ძალიან დიდი პრობლემები აქვს. თუ დვალიშვილმა ეს ბრძოლა მოიგო, თუ დედაც ვატირებდა აუცილებლად მოიგებს, ის თავისივე რეკორდებს განაახლებს. მაგალითად, აუცილებლად ის გააკეთებს 1 ტეიქდაუნს და 1 ტეიქდაუნიც არის უკვე თავისივე საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება. 15 ზედიზედ გამარჯვება, ესეთი რაღაცა გაუკეთებია მარტო ისლამ მახაჩევს და კამარუ უსმას. სულ რაღაცა ერთი გამარჯვებაც გვინდა და სილვას რეკორდს გაიმეორებს ჩვენი ძმა და რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდი ამ ბრძოლით ეს არის 1 კალენდარულ წელწადში 4 სატიტულო ბრძოლის მოგება. საუბარი არ მაქვს ისეთ რეკორდებზე, როგორიც არის დივიზიონის შიდა რეკორდები ან რამდენჯერ შეამოწმეს მერაბ დვალიშვილი დოპინგზე. ესეთი რაღაცეები უკვე ისე გაგვათამამა მერაბ დვალიშვილმა, რომ აღარც უყურებთ არა და ხალხი ნატრობს ესეთ რეკორდებს. მოკლედ მერაბ დვალიშვილს უსურებთ წარმატებას, გამარჯვებას, რაშიც ძალიან დარწმუნებული ვარ, მე კიდევ ამით გემშვიდობებთ. We walk through fire through the streets of pain. Work with bleeding hands in the pouring rain. No sleep, no rest, just hunger inside. Dreams were his weapon and he never died. Dvalishvili, through blood and pain, he rose again, he broke the chain. The machine, undefeated, reign, no rivals left inside the cage. He fights with fire, pure and mean. The living legend, the Georgian machine. Who's zero now? Who's zero?